ანასტასია, რატო წამართვი ჩემი 5 ლარიანი? მასე სხემით კი ხო გითხარი, 5 ლარს რო გადამაყოლები ხლა. აუ ჯე, მომცეს ჩემი 5 ლარი, არ მინდა რომ ასეს ხო. კარგიო, მარიკო, თავი ნუ ამატკიე ერთ შენი ჭირიმე რა. ყავასვალთ კაცო ხო ხედავ, მოგცემს ხელფასზე. მოძო მარიკო, მე მოგცემ 5 ლარს შენ. რა 5 ლარს მისცემ, გოგო? გაჭერდი ახლა. გადი ახლა აქედან. გაჭერდი. მისაყოლებელიც რა არაფერი მოვიტანე, გოგო. არეული მაგტვინი რა. მარიკო. მიდი ერთი ზელატოსი შემოგვიტანე რა. მოიტანს. არ მაქვს ზელატოსი მე. საბაზანოში დევ შამპუნების უკან, ვითომ მაგრათაა დამალული. ეგ არა კაცო, მეორე მოიტანე, ფეხსაცმელების კომოდში როა დამალული. აუ, სუპოულობთ რა. მოიტანე კაცო, გიყიდი მერე. სულ ეგრემ პირდები. ინგა რა ხმაური იყო ძილით სადარბაზოში რა მოხდა? რა ვიცი გოგო, ეთერი რომ მიდიოდა 12 ლით სამსახურში, გადაბრუნებია ფეხი და დაგორებულა კიბეებზე. რაღაცნაირი დაბდურაკალია რა ვიცი. ჯე, ვერ ვიპოვე ზელატოსი. რა არ არის კაცო, მან დიდო დილით. ეხლა მე რომ მოვალ და ვიპოვი, არ დაგინდო ფიცოდე. მოიცა, რომელ ზელატოსია საუბარი? სტაფილოს ფერზე. ინგა არ შეწუხდე რა არ არის საჭირო. აიმედე. რა მოხდა ინგა? ფეხი გადამიბრუნდა გოგო. ალბათ შენ საკმაოდ დაბდურაქალი ხარ ინგა. კაი ვიხუნდი რა იყო. დღეს დილით სამსახურში დავიგვიანდი და კარგი საყვედურიც მომარტყეს. რანაირად დააგვიანებ? სადაბოდიალობ ვერ გავიგე. შეყვარებული ნახა ალბათ სამსახურამდე და მაგიტო დააგვიანდა. შენ ჩუ ინტრიგან უპოვშო. რატო და ჯერ ხო ავტობუსი არ მოვიდა დროულად და მე კიდე მეორე ხაზზე გადავჯექი მეტროში. იმდენი ხალხი იყო. ესე იგი რა, ეს ტრანსპორტის პრობლემა ხო ვერ მოგვარდა რა. ეს ქალაქიც იბერება და ტრანსპორტი გამომართავია. ჯე, მე რატო არ ვაგვიანებ ხოლმე სკოლაში ტრანსპორტის გამო? შენ ფეხით დადიხარ. ხო. ერთხელ თუ დავაგვიანო დამერხივა. კიდევ ერთი მიზეზი ევროკავშირში დროულად შესვლისთვის. იქ მოწესრიგებულია ბევრად ტრანსპორტი. ევროკავშირი დაფინანსებს პირდაპირ მეტროსადგურების მშენებლობას. ჯერ მარტო პოლონეთს დაუფინანსა 3 მილიარდი ევრო, იცი? ბულგარეთს და რუმინეთს აღარაფერს აღარ ვამბობ. და გამარჯობა მე. ჩვენი ლურჯი ავტობუსების შემოყვანაში მინდა გეხმარა. ევროკავშირი. ჯი, ახალი სარეცხი მაქანა რო გინდა, მაგის ფული რო თხოვე ევროკავშირს არ მოგცემს. ეს ბავშვი გაიტანე თვინმე. სისულელებს რო ლაპარაკობს. რაც კი მაგაში გეთახვი ბაზარი არ არის. მაგათ ვერ შევეძრებით ჯერ ჩვენ, მაგრამ იმედი რომ ჩვენს მალე შევართ ევროკავშირში. მიდი კომფორტი რომ მივიღოთ. ნეტა. მარიკო, მიდი ჩაირბინე მაღაზიაში და იყიდე ის პილმენები რო გინდოდა. ოღონდ ცოტა იაფიანი იყიდე ხა, 5 ბატარეას თუ დააცხრები პირდაპირ. ფეხით წავიდე? არა, თვითფრინავის ბილეთს აგიღებ და იმით წახვალ. დურაკი ბავშვი. აუ, ირაკლის დაბადების დღე მოდის ხო გახსოვთ? საჩუქარ გვაქვს მოსაფიქრებელი. სადმე არ გაიპარება იმედია წელსაც. აუ, ძალიან გთხოვთ შარშანდელი არ გამახსენოთ. რა ტიპს სახში რა დავადეკი და თვითონ რო არისო. დეგენერატ მოკრუაშულმა მე კიდე მე ჩამაყოფინე ტორჩი თავი. ორი დღე ნესტობიდან კრემს ვიცხლიდი. ნიკასთან და სოფიკოსთან ერთად დატყდება ისევ სადღაც და მეგონი რომ საერთოდ არგეს არაფერს ყიდვა. სახლში დადგომა ხო მithumetes. ან შეგვიძლია რომ ტორტი ვიყიდოთ და ჩვენ ჯამოთ. ტორტზე მეტად ამ საყვაროში მხოლოდ ძილი მიყვარს. აუ, ოქროაშულის თორი ნახეთ? მანქანაში რეჟის და ვიღაც ბიჭს სამის ბაყობზე რო უდევს ხელი. იცით რა მეთან მეწერა? ცელულიტის მასაჟები თუ გინდა სალონში იარე თქო. და მე გადაიფიქრე ხო თმებითრეები რო გაგახსენდა. გახსოვს ორი დღე ხმარ ოქტკიო და მაგ ჭყობის მერე და მარტო პიურე რო გეჭმეოდა. ხო, კარგად მახსოვს რომ მოვინახულეთ ტორტი მიუტანეთ თეკლასაც, მაგრამ არ ეჭმეოდა და ისევ მე შევჭამე. სპეციალურად ქენი. აუ, ნიკას მივწერე ხო იცით, რა შევით ირაკლის დაფთხეზე თქო და ჯერ არ მოუწერია. დილით მიწერე შენს? არა, ეხლა 40 წამის წინ და ტიპი მაიგნორებს. აუ, მაია მასწავლებლების დაბადების დღეს როაზე გრამე უნდა უყიდოთ უეჭველი როგორ უყარვართ ჩვენ სამი. მე ვიფიქრე უკვე მაგას და ძალიან მაგარი შარფი ვნახე ერთ-ერთ კვერცხზე. დაიცა დასკრინული მაგ. აი. ის რა არის? უგიმონოების გორდი დასაჭი თუ სად მიაგინი ამას? არ მოგწერე შენ ნიკა? არა და იმედი გადამეწურა უკვე. აუ, მაია მასწავლებელი შეგვიძლია რომ ტორტით დავადგით ღამე. მაია მასწი არის ალერგიული კრემზე და ძალიან გაგეთიცი ეგ მე მგონი შენც, ხო? ხო, რავი. აუ, რა ხილა მოწული გამომივიდა. მოდი, შემოდი აქ რო შემარცხინე. რა მოხდა? არაფერი. წვილა მეჩხუბება მთელი გზა შემარცხინეო მეუბნევა. ხო, შემარცხინე. მაღაზიაში ვიყავით, მე სალონ მუშაობდა, მარტო მოგროვებული იყო ხალხი, იმ ხელარი გიდგა და რო დაინახა ამაჟბატონ მამდენი ხალხი არაბოსტონ მთავრობას დაიწყო ყვირილი. აქციაზე ეგონა თავი და ესე შემარცხინა.
რა გინდა ბავშვი სწორ მესიჯებს აგზავნის, მე მეგონა მართლა რაღაც საშინელება და გემართათ, საღოლო მარიკო. მალე იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ ყველა და ყველგან იყვირებს. ხალხი არ გაჩერდება. ბრძოლა ეხლა დაიწყო. Baime. Omari კორძის კიდევ არ უნდა გვავიწყდა კაკაო რო გინდოდა. ისე წყლით რო დალიო რა უჭირს. რა წყლით? ათი როგლი დამალევინო ხო გახსოვს წელი დღე რო გული მერეოდა. ძალიან გთხოვ დღეში მხოლოდ ერთ რაღაცაზე გვერეოდეს გული რა, ჩვენ მთავრობაზე. მომე ფული თუ გინდა და ჩავარგზეს ვიყიდი. და შოკოლადსაც. არა ომარიკო შოკოლადის ფული არ მაქვს ეხლა. რძის ფულს მოგცემ და მიდი იყიდე 20 ლარიანი. 20 ლარიანი მომეცი და მას შოკოლადი როგორ არ მომივა? არა მაქვს მეთქი ფული გითხარი ეხლა. აულუდი ისე ძალიან მაგრა გაასწორებს, ლიადეიდესაც დაუპატიჟებდით. ცივილუდი ინგა. ცივილუდი კი აი იქნება. ომარიკო მაგ ფულში მოგივალუდი და წამოიღე. ცივი იყოს ოღონდ. და შოკოლადი? რა შოკოლადი არა მაქვს მეთქი ბიჭო ფული. კი არის მის. ანასტასია, გაიმზადე მალე სოფელში მივდივართ. რამდენი დღით მივდივართ? ერთი კვირით ომარიკო. აღდგომების მერე ჩამოვალთ სწავლა რო დაიწყება. გამოდი გოგო შენ კიდე ოთახიდან გამოეტიე. გაიმზადე? კი სატენი ჩავდი. დასაცმელებიც. ომარიკო ეს პარკები მომაქმე და ცუდად თუ გახდები იცოდე და მოგაწვდი. პანჯარა შაღრაირიო გული იცოდე. ხო, შაშან თქვენ უკან მიჭიქი და წილვაერია მას გული უკან ჩემ პანჯარაზე იყო მოპრული და ცხელები და პამიდრები. ეგ დიდუბეში რა პიცა ვჭამე, ამჟავებული იყო და მაგიტო. ვირი გძენი მე მშავი რო იყო? არ ვიცი, მე მეგონა რომ ეგეთი გემოვნა ქონოდა. ვერ არის, ამჟავებული რამ გაჭამა ბიჭო? რა მაჭამა და შენ? რო იუბდებოდი ფული მაგადახდელი ბოლომდე შეჭამეო. რამდენს ლაპარაკობენ ესე? წამოდით ხა გამოადგით ფეხი რა. ომარიკო ხო არ გინდა ბანანი კიდე? რამდენი ბანანი იყიდე? ღვანკიში მიდიხარ ტროპიკებში კი არა. შენ კიდე რა გჭირს რამდენი ბანანი უნდა შეჭამო? ხამი ვითო იქცევი. აღარ მინდა. ჯემი მგონი გული მერეო. ომარიკო ეს პარკი გამომართე მოდი. მოშორდი პანჯარას. უყურე რა. ისევ ჩემ პანჯარაზე აერია გული. ოღონდ ამჯერად ხილის ასორტი შემოგთავაზა. აიმე ტვინი ამეხადა უკვე რა. ზე ჩვენ პანჯარას დაყვერიან კაცო ეს ბავშვები. შენი შვილის სახშია. ონლაინ მეგობარს ეთამაშება ტელეფონზე. ომით ტვინი მეტკინა უკვე რა. ბავშვებო. ნუ რა არის რა. საღოლინგა ძალიან კაფიო მესიჯი იყო. ეზოში მე მგონი ბავშვები არიან და ჩავალ რა. ასად არ ჩახვალ შენ. წივიან და კივიან ბავშვები, სადაც შენაკლი ხარ ახლა ამათ კიდე რა. დაეტიე სახში. ისე მთელი ჩემი ბავშვობა მე-4 საათზე რო ნაილია მაგის ჩაშხამებულია. ყველაფერზე ბრაზდებოდა და გვიყვიროდა. ხოთა მეცნიერები მეშლება უკვე. შეხედე კი არ ჩერდებიან უფრო მოუმატეს. აღარ დაუყვირო. თორე შენც იმას იტყვენ, რასაც ნაილი დედაცი ამბობენ ხოლმე. მოიცავ, ნაილიზე რას ამბობენ, ვერ გავიგე. ვერ გეტყვი უზდელობა. აბა რა გავაკეთო, ვაიმე დაიცადე. გუშინ რომ მაკარონიანი სუპი გავაკეთე, ცოტა მეტი მარილი რომ მომივიდა. ავდგები და გადავასხავ მაგას თავს. იქ მარილიანი სუპი კი არა, სუპიანი მარილი იყო. გონიერი ადამიანი მაგას მეორით აღარ შეჭამს. აგერ აი ძვირი ფასის სუპი. დედს გაიგებენ ვინ გადმოასხა. თეა, როგორ ახარ ჩემო გოგო? აი მე როგორ ავარინგა და გამწარებული. ვიღაცა დეგენერატი მაგაგო სუპი გადმოასხა ბავშვებს კორპუსიდან თავზე. სულ მაკარონები ვაცალეს ესენის თმებიდან. ერთი გავარკვიო ვინ გააკეთა. ვინ გადმოასხავდა კაცო ნაილი, ხო იცი რა კატეგორია. ომარიკო ცხოვრებით კმაყოფილი ხარ? რა ვიცი, დედა რო ფულს მაძლევს ხოლმე იმ დღეებში კი და დანარჩენებში ისე რა. შენ კმაყოფილი ხარ? შეხედება სახეზე რა იტყობა მაგას მოყოფილების. დამაცადე კაცო ფიქრებში წავედი ერთი. იმას ვიხსენებდი ახლა უცხონებული ბაბუაჩემი რამდენი წლის იყო რომ გარდაიცვალა მეთქი და 47-ის იყო, ხო და ბაბუაჩემი 47-ის გარდაიცვალა. უცხონებული მამაჩემი 47-ის გარდაიცვალა და რა ვიცი იმის შემეშინ და ახლა მაგათაც არ გავუდგენეც მეთქი. ჩვენ ქვეყანაში ისეთი ხდება 47-ით ძალიან ბევრია მე მგონი, მაგრამ ევროპის ქვეყნებში შეხედო იქ ბევრად მაღალია ბედნიერების ინდექსი, რომლის შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა ჩანსახი ცოცხლის ხანგრძლივობა. ანუ ევროპაში უფრო დიდ ხანს ცოცხლობს ხალხი? და ევროპაში რო წავიდეთ იქ უფრო გვიან მოვკვდებით? ის ბავშვი თავისი დასკვნებით. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ევროკავშირის ერთ ქვეყნებში ცხოვრების უკეთესი პირობებია. მაგიტო ცხოვრობს ის ხალხი ბედნიერად და დიდ ხანს. კიდე იცი რას დააკვირდნენ ინგა? აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც 2004 წლიდან შეუერთდნენ ევროკავშირსო, ცხოვრებით მაყოფილების ინდექსი გაიზარდა 68%-დან 99-მდე. აზრი ხარ?
მაგიტო აიშრომებენ ევროპელები და უფასდებად, მაშინაც და მერეც სიბერეში. რამდენჯერ დაგინახავთ ხოლმე ეს ევროპელებები აბაბუები, ხელი ხეჭაკიტებულები რო დადიან თბილისის ქუჩებში. აბა საწყალებებია თქვენი 64 წლის ხდება ქალი და ხვაკიც ვერ გაცდა. ამის ჭკუიდან შეიშალოს იქ მარტოობით. ხო აი ევროკავშირის წევრი ქვეყანა რო ვიყოთ, უფრო დიდი ყურადღება დაეთმობოდა მენტალურ ჯანმრთელობასაც. შარშან ევროკავშირმა მარტო ამის ხელშეწყობად გამოყო მილიარდ ევროზე მეტი. ბებოც აღარ შეიშლებოდა ჭკუიდან. ბებო რეკავს ზუსტად ჩვენ ტელეფონზე. ხო ბებო. კარგად შე როგორ ხარ? ბებო შენ მართლა ჭკუიდან შეიშალე? რა ვიცი დედამ და ანასტასიამ ასე თქვეს. ბებო. გიგათიშა. ფეხბურთის ბილეთებს უზივარ დილიდან 30351 ვარ იქში მედია რო ვიყიდი. ანასტასია დედამ საჭმელი დაგვიტოვა და გამოდი შეჭამე. მაგის დრო არ არის ეხლა და წუთები შეასრულე? აუ საკმეველი აღარ იყო და მარტო სანცელი დავანთე. არა უშავს მარტო სანცელიც გიყოფა ბილეთების საყიდლად. ეგ არის წინ წავიწიე 39791 ვარ. დილიდან ტუალეტში მინდა გასვლა, მაგრამ ვერ გავდივარ. მაგდროს რო შემაგდოს ყიდვაზე მე რა ვქნა. მომეც მე დავიჭერ და არაფერს არ დავაწვევი. საქართველოს საბერძნეთი. ანასტასია საბერძნეთელი ფეხბურთელები ჩამოდიან? კი, ეკრანს უყურე მანდ. ხო, იგივე რიცხვია ჯერ. მოვიდი, ყველაზე სწრაფი მოშარდვა მსოფლიოში. აუ მეც მომინდა ეხლა ტუალეტი. მიდი მერი. ეგ არის რიგმა კიდე წაიწია 23791 ვარ. ხუთიკო. ეხლა ნომერი გავინტერნეტ არ გამიჭედოს. კაი გათიშე. ანასტასია ქაღალდი აღარ არის. ეხლა ვერ მოვალ, გამორიცხულია. რო შემაგდოს ყიდვაზე? მოვედი, რა შვებით აბა? ჩემო თახში ვარ გამოვალ 5 წამში. ხო, დედა რას დაუმგვანებიათ სახლი. ეს ლეპტოპი მიტოვებული, გეგონება დენს არ წერდეს თუ არ ხმარობ გამორთე რა, ნახე ჭიქები. მოვედი. ლეპტოპი შენ გამორთე? მე გამოვხდე გოგო მიტოვებული რო გქონდა რა უბედურება. დედა როგორ გაწვიმდა გარეთაც იცი? რა გჭირს გოგო, რა ფერი გადევს სახეზე? დაიმე, მიშველეთ. ანასტასია დედა გაყინული რა ხელი. ომარიკო მომეშველე. ტუალეტში ქაღალდი არა მაქვს. ჯე ჩვენ კარებთან ისევ ზაღმა მოფსა. დედა მაგ ზაღმა ხო გადამიყოლა კიდე კაცო. სპეციალურად ამოდის მესამე სართულზე. მიფსავს კარებთან და მიდის მერე. ძიგეთაც მოფსა და მე გადავიდეთ ცხე ვაჭამე მერე მაგ ძაღლს და ისე გავუშვი. აი რო აჭმევ მაგიტო მოდის რა. მაგასაც ვეღარ ვფიქრობ უკვე სულ ეს ევროპა და რუსული კანონი მიტრიალებს თავში. ანასტასია რამე სიახლე ხო არ არის? მიტი სიახლე რაღა გინდა? გვინდა ევროპა და გახსნილი გვაქვს ფანჯარა ევროკავშირის შესასვლელად, მაგრამ ეს კანონი გვაფერხებს. ევროპელები ამბობენ ამას, თორემე კი არ ვიგონებ. 80%-ზე მე საქართველოში ევროკავშირის შესვლა უნდა. თან დამოუკიდებლობის დღე როა დღეს. ეგ დამოუკიდებლობა რო გიყვარს, მაგიტო გვინდა ევროპა, მაგიტო უნდა ავიმაღლოთ ხმა ყველა. თორემ მე ჯერ მეპარებ რომ გაგათ იქნება ყველაფერი. უბრალოდ უნდა გავუძლოთ ახლა ყველა ამ რაღაცა რთულ პერიოდს. ჯე მეც რთული პერიოდი მაქვს. ყველა საგანში მაქვს დასაწერი დავალება და სამი შემაჯამებელი კიდე. ამის პრობლემები მომცა რა. აქციზე კიდე უნდა გავიდეთ ლიადიგდე და გამოკვევი. ოღონდის ბლინები უნდა წამოიღო უეჭველი. აუ ყველაზე მაგარი იცით რა არის, რომ ამ მოვლენებმა ერთიან სამოქალაქო საზოგადოებად გვაქცია, გაგვაერთიანა. აი ეგ სამოქალაქო საზოგადოებაა და მედია, რომლის წყალოდაც უნდა შევასრულოთ ის 9 მითითება და შევიდეთ ევროკავშირში ახლა. მე წავიცი ახლა მეც ბლინებს გავაკეთებ რეცეპციის 9 მითითებით. ანასტასია ძალიან კარგი ყავა იყო, პროფესიონალი ხარ. ეხნიტა ჩვენ ქვეყანასაც შეესრულებინა ეგ დროულად. არა უშავს ყველაფერს თავისით რო თავი რო სწორ გზაზე ვდგავართ და ყველაფერი კარგად იქნება. შემაჯამებლები თუ ვერ დავწერე ვერ იქნება ყველაფერი კარგად. ის ბავშვი გააჩვენეთ. გოგო, მიწის რა იგრძენი გუში? რაღაც ისე შემატორტმანა მეც, ხო? მე მგონი რომ ვერ ვიგრძენი, მაგრამ ძილეთ რო შევედი Facebook-ზე ყველა იმას წერ და მიწაინძრაო. ისე შეეშინდა გუშინ დედა ჩემსო წამარცვავდა. კი არ შემეშინდა, გითხრა ეხლა რა მოხდა. გუშინ რო შემაქანა მიწის ძრა, მეთქი ისე წნევა მამიწია თქო გოგო და გამოსული ვიყავი, კარტოფილი უნდა დამელია. მერე გამოვარდა ეს ვაჟბატონიც და დედა ყანყალებდი საწოლში და მივხვდი რაც ხდებოდა. ჯე გახსოვს ერთხელ რომ მოხდა მიწის ძრა და მე რომ მატრასის ქვეშ ვიყავი ჩავარდნილი საწოლში. დედა რაც მე ეს ვეძებე გოგო, მაშინ მეთქი მიწამ ჩაყლაპა ბავშვი და ეგ არის თქო და თურმე საწოლს ჩაუკლაპია. რუსეთში რო ვცხოვრობთ სამწუხაროდ ერთხელ იქაც ეძრა მიწა, მაგრამ იქ არავის გაკვირვები, ეგ ქვეყანა ხო ისედაც შერყეული. ლიადეიდა კიდე იცი, გუში რომ მიწის ძრა მოხდა, დედა ჩემი პიჟამოებით გამოვარდა ოთახიდან და გამოხეული ქონდა უკან შარვალი. დედა ბრეებს ლაპარაკო ბიჭო, რა გახეული სტილია ეგეთი კაცო.
სტილი თანაირად არის აბა, მოგეჩვენები იწოდე. დროზე.